ძალიან მალე დაიწყება სკიკროსის მსოფლიო თასის ეტაპის ფინალური დაპირისპირებები გუდაურში, სადაც მსოფლიოს გამორჩეული ათლეტები იასპარეზებენ. Სულ 14 ქვეყნის 100-მდე სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას ამ ძალიან გამორჩეულ და სანახაობრივ შეჯიბრებაში. Როგორც საუნიშნეთ, უკვე გაიმართა საკვალიფიკაციო ეტაპი, საიდანაც 32 სპორტსმენი გადავიდა ფინალურ ეტაპზე და დღეს და ხვალ უკვე გამოვლინდებიან გამარჯვებულები ქალთა და კაცთა თანრიგში. გეტყვით იმას, რომ გამორჩეული სპორტსმენები არიან კვლავ ბაკურიანში, გუდაურში ჩამოსული. საქართველოში ბაკურიანში მათ აქვს გამოცდილება მიღებული სკიკროსისა და სნოუბორდ-კროსის მსოფლიო თასის ეტაპებზე. გუდაურში კი დღეს იასპარეზებენ ისეთი გამორჩეული სპორტსმენები, კაცთა შორის მაგალითად როგორც არის რის ჰაუდენი, რეიტინგის ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც ყოველთვის ფავორიტად მოიაზრება ხოლმე მსოფლიო თასის ეტაპებზე. და ასევე უნდა აღნიშნოთ სიმონე დე რომედისი, იტალიელი სპორტსმენი, რომელიც პირველად მსოფლიო ჩემპიონი ბაკურიანში გახდა ფრისტაილის ფრესკისა და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატზე და ახლა მსოფლიო თასის ეტაპზე სარეიტინგო ქულების დაგროვებას შეეცდება გუდაურში. ქალთა თანრიგში კი აქ არიან ისეთი ლეგენდარული სპორტსმენები, როგორიც არის ფანი სმიტი და მარიელ ტომპსონი. ამ ორივე გამორჩეულ ლეგენდარულ ქალ სპორტსმენს ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატზე медალი აქვს მოპოვებული და დღესაც ეცდებიან წარმატებით გამოსვლას. გეტყვით იმას, რომ საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზა დავით თედიაშვილმაც და ასევე ბექა ბერძენიშვილმა გახსნა სკიკროსის მსოფლიო თასის ეტაპი გუდაურში. ჩვენ ვესაუბრეთ საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტ ზურაბ კოსტავას და მსოფლიოს ერთ-ერთ გამორჩეულ მოთხილამურე სკიკროსის დისციპლინაში რის ჰაუდენს. დღეს გუდაურში შესანიშნავი ამინდია. დილით სიცივის მიუხედავად ახლა მზე გამოვიდა. ტრასა შესანიშნავ მდგომარეობაშია. ამისთვის მოხალისეები ძალიან ბევრს მუშაობენ. გასულმა დღეებმა მართლაც შესანიშნავად ჩაიარა. გუშინდელთან შედარებით დღეს ტრასაზე 2 წამით უფრო სწრაფად ჩამოვედით. შესაბამისად, წინ ძალიან საინტერესო რბოლა გველის. ჩემი მიზანია კვარცხლბეკზე ავიდე. ამ დროისთვის საერთო რეიტინგში პირველ ადგილზე ვარ და ახლოვებით 100 ქულიანი უპირატესობა მაქვს. შესაბამისად, მსურს მაღალი ქულები დავაგროვო, რომ საერთო რეიტინგში უპირატესობა კიდევ უფრო გავზარდო. თუმცა ვცდილობ კონცენტრაცია კონკრეტულ შეჯიბრებაზე მოვახდინო. შეცდომები მინიმუმამდე დავიყვანო და შეჯიბრებით ვისიამოვნო. ფედერაციამ და MTM გავაფოროთ საერთაშორისო ფედერაციასთან ხელშეკრულება 4 წლიანი და ვალდებულება ავიღეთ, რომ ყოველ წელს მინიმუმ 2-3 შეჯიბრს ჩავატარებდით მსოფლიო თასის. ეს შეჯიბრით, რომელიც ბოლო შეჯიბრია 25 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინ, ძალიან მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ ყველა მაღალი დონის სპორტსმენი ჩამოსულია. ჩვეულებრივ შეჯიბრს და როცა ყველა ქვეყანას კვოტა აქვს, რომ შეუძლია 6-7 სპორტსმენი გამოიყვანოს მსოფლიო ჩემპიონატზე 3-4-ით შემოიფარგლება და აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია ყველა თვითონ ქვეყნის ნაკრებისთვის ეს ბოლო შეჯიბრი, რომ ჩამოყალიბდნენ რა ნაკრებით სწავლენ მსოფლიო ჩემპიონატს. ეს სკიკროსი და სნოუბორდ-კროსი ფრისტაილის სახეობებიდან ერთ-ერთი ყურებადია და ძალიან მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის მომავლისთვის ახალგაზრდები უყურებენ. სადღაც უკვე მე-4 წელია რაც ჩვენს გუნდი გვყავს ამ სახეობაში.